ანუ თუ სწორად მივხვდი, ადრე გქონდა მუზა, ახლა აღარ გაქვს მუზა? ადრე იყო ფიქრების ტალღა, რომელსაც სადღაც მიყავდი, რაღაცა პროდუქტიულში იზრდებოდა, მაგრამ უცებ მუზა დაკარგე. ნუ შეხედე, თუ შენს ცხოვრებაში შემოქმედებითობას დიდი როლი უკავია, ნორმალურია ეგ. იმიტომ რომ შემოქმედი ადამიანისთვის ხო ეგ დღის წესრიგი არის, რომ შეიძლება ფიქრები გაქრნენ, შეიძლება უცებ 0 იყო, 1 კვირა, 2 კვირა, შეიძლება საერთოდ თვეები 0-ზე იყო. ეგ ნორმალურია, თუ შემოქმედებითი ადამიანი ხარ, კარგია. ნორმალურია უბრალოდ. თუ არ ხარ შემოქმედებითი ადამიანი, მაშინ ფიქრები რაში გჭირდება საერთოდ? წადი რა, იქ დადე აგური აგურზე, გალესე მორჩა. კარგად შეჭამე, კარგად დაიწინე და ასე შემდეგ. ხვდები? მერე კიდე, თუ აიქ ფიქრები ძალიან გჭირდება და გენატრება, ესეთი რამე არის რა, რომ ფიქრები ტრიგერდება. ამიტომ გაიხსენე ის მომენტები, როგორც ათრიგერებდი ადრე ფიქრებს. იმიტომ რომ რაღაცა იქნება, ან კონკრეტულ ადგილას დადიოდი მაგ მომენტში, ან კონკრეტულ გვერდს აკვირდებოდი Instagram-ზე, ან კონკრეტულ ვიდეოებს უყურებდი, ან რამე კონკრეტულს ჭამდი თუნდაც, ხო? შეიძლება რომ კი რაღაცა ერთ კონკრეტულ რაღაცას ჭამდი, რაც შენში ათრიგერებდა მაგას. გაიხსენე მოქმედების დონეზე მაშინ რას აკეთებდი, რა შეიყავი ჩართული და ეგრე შეიძლება რომ ისევ დაბრუნდე ლიანდაგებზე. თუ ეგ არის პრობლემა, მაგრამ თუ შემოქმედებითი ადამიანი ხარ, ვიმეორებ რომ ეგ ნორმალურია. შეიძლება რომ დაცარიელდე. მაგრამ ისევ შეივსები. ეგრე მოქმედებს. დრო შეხედე რა, ორი ვარიანტია, ან დაცარიელდი და მორჩა მთელი ცხოვრება ეხლა ცარიელი იქნები, ან დაცარიელდი იმ ხრივ, რომ აი გაიწმინდე და ხელახლა შეივსები, აი როგორც ჭიქა რა. სვამ, უცებ აღარ არის, ეხლა წავიდა გასარეცხად და მე დაბრუნდება და ისევ შეავსებ. შენი აზრით რა უფრო ვარიანტია, რომ მორჩა მთელი ცხოვრება მორჩა უკვე დაკარგე, ფიქრები, მორჩა ტალღა აღარ არის, მატარებელი წავიდა, თუ დაბრუნდება. დაბრუნდება, უბრალოდ მაგ დროს არ უნდა დააძალო თავს არაფერი. იმიტომ რომ რამდენიც ჩემ შემთხვევაში ყოფილა რომ თავს დავაძალე შემოქმედებით ის გაკეთება, იმდენი ეგ ყოფილა კატასტროფა. რამდენიც საკუთარ თავს დავაძალე აი შემოქმედებით რამე და ფიქრიც შემოქმედებითი არის, თუ კი ხო ხდები შენგან გადის და რაღაცაში გამოიხატება, წერან, რამეან ისა, ნეს, ხატაო. ხო ხდები? ფიქრი მთელი ხელოვნება, ფიქრი უნდა იყოს იმაში, მუზეუმში. ფიქრი სერიოზული რამეა. არ დააძალო თავს. შეიძლება იფიქრო ხო, მაგრამ დრო იწურება, ეხლა თუ ტემპი შეჩერდა, მერე მოუკვდებიან, რამე ეგეთი, არა მეგობარო, არა, გეუბნები როგორც ადამიანი, ვინც იცის ეგ უკვე დეკადაზე მეტია. შემოქმედებითობას დააძალებ თავს მაშინ, როცა არ არის აი ეგ სასმისი შევსებული და გამოვა სრული ნაგავი. ხვდები? ეს რა თქმა უნდა ეხება ფიქრების წასვლას. და ეს არ ეხება ტანჯვას რა, როცა ადამიანი იტანჯები, არ ვიცი. ადრე როგორც იყო, ციხეში რომ მოსდიოდათ მუზა და წერდნენ რაღაცა გენიალურ შემოქმედებას, ქმნიდნენ ისა, ესა. ეგ სხვა რამე არის, მაგ დროს ცარიელები არ იყვნენ, მაგ დროს პირიქით გადავსებულებიც კი იყვნენ. და ზარატუსტრა წაიკითხე რა, დასაწყისშივე რას ამბობს ზარატუსტრა. რომ სავსე ვარ სიბრძნით. როგორც ფუტკარი, რომელმაც ზედმეტად ბევრი თაფლი მოაგროვა და მინდა რომ დავიცალო, მინდა რომ ჭიქა დაიცალოს. რას ამბობს ზარატუსტრა? ხო და ეგ არის რა, გიწევს რომ ცოტა ხნით დაიცალო. და დაიცალე, მიიღე ეგ. იყავი დაცლილი, არ დააძალო თავს არაფერი.
რა თქმა უნდა, იქ ახლა ისეთი ელემენტებიც არის, როგორც ბიოლოგიური, ანუ იქ რამე ვიტამინი დაგაკლდა, ან რაღაცა დეფიციტი გაქვს, ასე შემდეგ, მაგრამ პირველ რიგში შობს მაგაზე კონცენტრირდე, რომ გააკეთე ის, რაც შენი ფიქრების ინსპირაცია იყო. მე ეჭვება ხო ხდები, რომ უბრალოდ იყავი რამე ციხესიმაგრეში გამოკეტილი 4 კედელში სიბნელეში და ეგრე არსაიდან ყველანაირი სტიმულის გარეშე მოგდიოდა ფიქრები. არა, ეგრე არ ხდება. რაღაცას აკეთებდი, ან რამე სჭამდი, ან რამე კონკრეტულ ვიდეოებს უყურებდი, ან რამე კონკრეტულს კითხულობდი, ან რამე კონკრეტულ ადგილას დასეირ. რაღაცა იქნება, რამე სტიმული.